ეს სასამართლოც და ზოგადად ზვიადის პატიმრობაც ჩემთვის პირადად და ჩვენი სფეროსთვის განსაკუთრებით ძალიან ემოციურია, იმიტომ რომ ჩვენთვის ზვიადი არის ჩვენი სფეროს ლიტერატურის საგამომცემლო სფეროს სინდისიც და მგონია რომ ამ ქვეყნის სინდისიც, იმიტომ რომ ზვიადის ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ ბევრად ადრე დაიწყო, მრავალი წლის წინააღმდეგ დაიწყო და რეჟიმმაც განსაკუთრებულად ამოიჩემა ეს ადამიანი, რომელიც არაერთხელ გახდა ძალადობის მსხვერპლი, უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი და თითქოს ამ მომენტს ელოდნენ, რომ ხელში ჩაეგდოთ ზვიადი და საჯაროდ გაესამართლებინათ, მაგრამ პოეტის სიტყვა მე ვფიქრობ, რომ ამ რეჟიმის წინააღმდეგ იქნება ყველაზე მახვილი, ყველაზე მძიმე ამ რეჟიმისთვის და ეს სილა იქნება ყველაზე დასამახსოვრებელი ბევრ სხვა სილას შორის, რომელსაც ისინი საზოგადოებისგან მომავალში მიიღებენ და ზვიადის ეს საქმე, რომელიც არის გამორჩეული საქმე, დარჩება აუცილებლად ისტორიას და რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რომ არც ჩემთვის და არც საზოგადოებისთვის მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ჩვენ ველოდით, რომ მოსამართლე დატოვებდა პატიმრობაში და თქვა კიდეც დღეს მისმა უფლებადამცველმა, რომ რაღაცნაირად ეს ჯადოსნობა იქცა თუ შეკრულწრედ იქცა, რომ 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს ქვეყანაში და არც ერთი ამ აქციების და პროტესტის დროს დაკავებული ადამიანებიდან რაღაცნაირად არ აღმოჩნდა იმის ღირსი, რომ გირაოთი გათავისუფლებული, რომ მაშინ როცა ვხედავთ ჩვენ პარალელურად, რომ საკმაოდ ძიმე უფრო ბევრად უფრო კი არა და ძიმე დანაშაულებებისთვის, რომელთან საერთოდ არაფერი არ აქვს საქმე ჩვენს პოლიტპატიმრებს, ადამიანებს ძალიან მარტივად გირაოს საფუძველზე ათავისუფლებენ და ხო, ამას ყველაფერს რა თქმა უნდა თავისი მიზეზები აქვს და ძალიან სამწუხაროა ეს მიზეზები, რასაც ჩვენ უკვე 260 დღე არის პროტესტის, ვუყურებთ ყოველდღურად, როგორ ექცევა მოქალაქეს და ადამიანს ეს არალეგიტიმური ხელისუფლება. რაც შეეხება ზვიადის სიტყვას, ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას ჩემი აზრით, რომელმაც თქვა, რომ ეს იყო უმტკივნეულო გზა, რომელიც მან ამოირჩია, მაგრამ ეს განზოგადებული სილა, რომელიც გააწნა კონკრეტულ პოლიციელს, თუმცა ეს მიემართება ყველა მოძალადე პოლიციელს, ყველა უსამართლო მოსამართლეს და მას შორის ახსენა ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ოლიგარქი, რომელიც არის ამ ყველაფრის მთელი ამ უსამართლობის მოთავე და ეს ტალახის, რომელშიც გასვარა მან არა მხოლოდ პოლიცია, არამედ სასამართლო და ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ აი ის რაც ენასთან დაკავშირებით თქვა ზვიადმა ამასაც ჰქონდა ძალიან სიმბოლური დატვირთვა და მე მეეჭვება რომ პროკურორს ან მოსამართლეს კარგად გაიგოთ რას გულისხმობდა ზვიადი მათ შეიძლება მიეჩნიათ მხოლოდ ის რაც ასევე აზრის მოკლებული არ არის რომ რა თქმა უნდა გამართულად ქართულად ნამდვილად ვერ მეტყველებს პროკურორი მისი ტერმინოლოგია ძალიან ნაცდენილია იმ ტრადიციულ ქართულ ენას, რომელზეც ქართველი ადამიანი უნდა საუბრობდეს, მაგრამ ამის მიღმა ჰქონდა ის დატვირთვაც, რომ დღეს სამწუხაროდ რეჟიმმა შექმნა ისეთი ჩიხი საზოგადოებაში, რომ სამართლის მხარეს მდგომი ადამიანების იმ ადამიანების რომლებისთვისაც თავისუფლების ღირებულებები არის უმნიშვნელოვანესი რეჟიმს არ ესმის და ამ რეჟიმში იგულისხმება როგორც მოსამართლე, როგორც პროკურორი, როგორც პოლიციელი, იმიტომ რომ მათთვის გაუგებარია მე ღრმად მწამს ამის სამწუხაროდ, რომ გაუგებარია რა უნდათ ამ ადამიანებს და თუნდაც რატომ იგდებენ თავს ამ მდგომარეობაში, რატო იგდებენ საკუთარ თავს საფრთხეში, იმიტომ რომ მათთვის ეს ღირებულებები და თავისუფლების ღირებულება აბსოლუტურად გაურკვეველია და აბსოლუტურად გაურკვეველია ის როგორ შეიძლება შენს პირად ინტერესებზე მაღლა დააყენო აი ესეთი ზოგადი ღირებულებები, როგორიც არის შენი სამშობლოს თავისუფლება. ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი, მაგრამ ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც აღმოჩნდით და სწორედ ამას გულისხმობდა ზვიადი, აი ამ